თავისუფლების შედეგად ესე იგი არაკანონიერი განთავისუფლების შედეგად რომ შენ არ გადმოგიტანია კარდაგიწევია განცხადება ესე იგი გამოგადის შესახებ აი უყურებ რომლებიცაც არა ყოფილი მშობლებები რომლებიცაც ვერ მისარგებლენ მაშინდელი ადმინისტრაციული ხელმძღვანელობის ბრალით რადგან 85 წლის ისინი განთავისუფლებული იყავით საკუთრიდან არაკანონიერად და მხოლოდ 96 წლის 20 თებერვლიდან აღმოჩნდნენ თანამდებობაზე ის არის Ვახტანგაბალოვის გამარჯობათ პატრიცებულო თორაზე გაწუხებთ. როგორ გზადებით პატრიცებულო? ვახტანგაბალოვის ისა დღეს მივიღე წერილი უბითი ისა წერილი ჩემი განცხადების პასუხი 20 აპრილს. როგორ გელაპარაკეთ მე 15 აპრილს? ვაჭრობის სამინისტროში ოფიციალური წერილი და ეხლა ხალხი მიდის. ხო. კი ბატონო გააგზავნეთ თუ? გააგზავნეთ? კი ბატონო, დიდი მადლობა ვაჟებო. Tamas Sergeyevich, გამარჯობათ, პატრიცებულო, თორაზე გაწუხებთ. გამარჯობათ, Tamas Sergeyevich, თორაზე გაწუხებთ. როგორ გზადებით, პატრიცებულო? Tamas Sergeyevich, ენეცოლეთ, ვერ მეთქვით როგორ არის ჩემი საქმე, ბატონო. დღეს აი 20 აპრილს კიდე მივიღე ვაჭრობის სამინისტროდან წერილი. ვაჭრობის სამინისტროდან დღეს 20 აპრილს მივიღე წერილი. რომ თქვენი განცხადებაა, რომელიც შემოტანილი ჰქონდათ, მომწერა ესე იგი პასუხი იზრაეთ, რომ განთავისუფლებული ხართ სამსახურიდანო. Tamas Sergeyevich, ისა ვახტანგაბალოვის გველაპარაკე. ხო და ესე მითხრა რომ Tamas Sergeyevich წერილს გააგზავნეს ოფიციალურად თუ? ვაჭრობის სამინისტროშიო. გააგზავნეთ უკვე თუ არა ჯერ? და მე Tamas Sergeyevich მე 20 წლია უკვე 4 წლია უმუშევარი ვარ პატრიცებულო. ეხლა რაშია საქმე იცით Tamas Sergeyevich? ესე იგი მე მაშინ იძულებული ვარ საპირველ მაისს 1 მაისამდე. რო ჯუმერილიც დავხდე, იმიტომ რომ მე 1 მაისს მშობელთა საერთაშორისო დღეს უმუშევარი ვერ შევხდები, ბატონო. შავი პურის ფული არ მაქვს. თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეთ. დღეს 20 აპრილია, გენაცვალეთ და ძალიან გქონს რა ერთი მოგენაცვალეთ. დიდი მადლობა, Tamas